ახლა გავიგებ თავიდან მაქვს თუ არა გასაკეთებელი ყველაფერი. ეს არის მეორე ნაწილი. ახლა დავამაგრებთ საყრდენებს კედელზე, რაშიც მერე შუაში იქნება ეს მაგიდის ზედაპირი, რომელიც იმოძრავებს 90 გრადუსით ეს გაიღება. ამისთვის უნდა პირველ რიგში გავხვიეტო ეს რკინა, დავამაგრო აქ და ასევე გავზომო სიგანე და სიმაღლე, რაზეც ჭირდება მაგიდა რომ იყოს. მაგიდაზე ძირითადად ვიმუშავებ ფეხზე დამდგარი, ამიტომ 90 სანტიმეტრამდე რო იყოს სიმაღლე იქნება იდეალური. ერთი-ორი რაღაც დავამატე ამ ჩარჩოს პირველ რიგში ღერძის შუაში, რომელმაც ყველაფერი ფაქტიურად იდეალურად გაასწორა და მეორე ეს პროფილი შემოვატრიალე და თუ რატომ დამჭირდა ეგ ცოტა ხანში გაიგებთ, მაგრამ ყველაფერი სწორად არის წესით ახლა. ღერძებს შორის დაშორება იქნება 80 სანტიმეტრი, რომ ეს კარგად ჩაჯდეს. დავაყენე მაგიდის ზედაპირის სიმაღლეზე რაც მინდა, ეხლა დროებით არის რომ ყველაფერი მოვნიშნო. აქ გაიხრიტება დაყენდება ვინტი და ეს მაგიდა ესე იტრიალებს ზემოთ და ქვემოთ. ერთი რაც უნდა გავაკეთო, ბარგალყით ეს ნაწილი მოვამრგვალოთ, რომ კუთხე არ შეუშალოს ტრიალში და უკვე მთავარი მექანიზმი დასრულებული იქნება. აუცილებელი მომენტი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ ამ წერტილსა და კიდეს დაშორება არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე წერტილს და აი ამ კიდეს დაშორება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მთლიანად ვერ გაიხსნება 90 გრადუსი, ამიტომ ამ წერტილს ოდნავ ავწევ ზევით, რომ გათანაბდეს. ახლა ეს არის 2 სანტიმეტრი, ეს არის 2.5 სანტიმეტრი, ისე ვიზავ, რომ ორივე იყოს თანაბარი. ახლა გავიგებ თავიდან მაქვს თუ არა გასაკეთებელი ყველაფერი. ჯერჯერობით ყველაფერი უმტკინელოდ მიდის, მაგიდან მოძრაობს უპრობლემოდ. ერთადერთი პატარა პრობლემა იყო აქ, როცა ეს ლისტი მიედო თვითონ პროფილს და ოდნავ მოვაძრო შედუღება, მაგრამ პრობლემა არ არის, ამას ბარგალყით ჩამოვათვლი ცოტას, თავიდან მივადუღებ და გასწორდება. ახლა უნდა დავაყენო ეს მაგიდა თარაზოში სწორად, რამით დავიჭირო, დავაფიქსირო დროებით, რომ ფეხები გაუკეთო და უკვე დავასრულებთ.